სვიად გამსახურდია და აფხაზეთი ასე ეწოდებოდა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას ეროვნული მოძრაობის ლიდერები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილის საზოგადოება ესწრებოდნენ. სვიადი და აფხაზეთი. ეს არის ის თემა, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისთავად და ბოლომდე დღეს გამოკვლეული არ არის. ამასთან ერთად ჩვენც სკოლებში ვატარებთ ჩვენ წერით კონკურსს თემაზე ეროვნული მოძრაობა სვიად გამსახურდია და საქართველოს პირველი ეროვნული პრეზიდენტი. ტარდება ჩვენს სკოლებში ღია გაკვეთილები ამ თემაზე. ამ თარიღისადმი მიძღვნილია სპექტაკლი კონსტანტინე გამსახურდიას მთვარის მოტაცება. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოასწარით ეს ამ კვირეულში. აპრილის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ მაყურებელს შევთავაზოთ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი მთვარის მოტაცება. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ გახსნა. მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო. მან სვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, შეუფასებელია სვიად გამსახურდიას ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში 1991 წლის 31 მარტს შეძლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რაც საფუძვლად დაედო 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. სწორედ რეფერენდუმითა და დამოუკიდებლობის აქტით დადასტურდა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. სვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება ეს ღონისძიება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული თემა გამსახურდია და აფხაზეთი. კარგად მოგეხსენებათ ეს 90 წლის ბოლოდან და მთელი 91 წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ეს იყო ურთულესი პერიოდი საერთოდ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ძალიან მწვავე ვითარება იყო აფხაზეთში და აი ამ პერიოდში მოხერხდა აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის, რომელიც ტრიუმფით ჩატარდა. ამ პერიოდში მოხერხდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე რეფერენდუმის ჩაშლა აფხაზეთში. იქ მოხერხდა საპრეზიდენტო არჩევნები, მოხერხდა პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზეთთან და შეთანხმების მიღწევა მთელ რიგ საკონსტიტუციო საკითხებზე. ფაქტობრივად სვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ მოახერხა მშვიდობიანი გზით სეპარატიზმის, ასე ვთქვათ, ალაგმვა და ამ მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, რომელსაც ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებოდა იმ პერიოდში. ასე რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან რთული თემაა. აქ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სპეკულაციებიც არსებობს სხვადასხვა და ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ კიდევ ერთხელ აი იმ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ხელისუფლება ატარებდა აფხაზეთთან მიმართებაში. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული ფილმი. ასევე სვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური კადრები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და სვიად გამსახურდიაზე ისაუბრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებმა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ დღემდე არსებობს განსხვავებული შეხედულებები და შეფასებები პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ცალსახაა, რომ სვიად გამსახურდია არის უდიდესი ისტორიული პიროვნება, რომელმაც საქართველოს თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეა ახალი ძალით ააღორწინა. ისტორიაში ძნელია მოუძებნოთ ესეთი მნიშვნელობის დღე. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს არის დაბადების დღე იმ ადამიანის, ვინც თავისუფლება მოუტანა ქვეყანას დიდი ხნის შემდეგ და აღადგინა ქართული სახელმწიფო. რაც ესე ადვილად არ მოსულა, ამას მან მოანდომა დაბადებიდან სიკვდილის წუთამდე მთელი თავისი სიცოცხლე.
ხშირად ვამბობთ, რომ ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ზვიად გამსახურდიამ ეს დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად. იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა, თუნდაც იმიტომ, რომ ის ყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობამ მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მისი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატვა არის ის, რომ გავაგრძელოთ ის, რასაც აკეთებდა ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია კი მოკლეს, მაგრამ იდეის მოკლა შეუძლებელია. ცოტა დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ თავარია რომ შეიგრებდნენ გაიხსენეს ბატონი ზვიადი, დიდი ზვიადი. ყოველი შეხედულება სიტყვები ჩემთვის ეს იყო ერთადერთი ცხოვრება, ეს იყო ჩემი ინსტიტუტი, ჩემი ცხოვრების ამას რა დამავიწყებს. ბედნიერი იმითაა რომ როგორც ფრინავმა გადავარჩინე ჩემი ზვიადი და მისი ოჯახი. გადავარჩინე, მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე ეს ვერ შევინარჩუნეთ. ზვიად გამსახურდიას 80 წლის დავით და აფხაზეთი, ეს არის ამოუწურავი თემა. მე დავამატებდი აფხაზეთის დროებით მოწყვეტის მიზეზები და ვიტყვი პირდაპირ, ეს უკავშირდება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების განდევნას. ზვიად გამსახურდია უბრალოდ ყოველისა იყო მოაზროვნე და მან რაც ჩვენ თავს დაწილდებოდა ყველაფერი განსაზღვრა. თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა საქართველოს განთავისუფლებისათვის და მიაღწია კიდეც მას. ამისთვის მას მკაცრად აგიმინეს პასუხი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ თავიდან აცილება ამისი ბრძნულ გონივრულ მოქმედებას შეეძლო ქართული ხალხისას. სამწუხაროდ ჩვენ ერთმუშად შეკრული მაშინ ვერ აღმოჩნდით. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ჩატარდა. მაგრამ ეს არ არის სრული აღდგინება ზვიად გამსახურდიას იდეისა. ეს პროცესი მხოლოდ დაიწყო. და აქ მთავარი პერსონა კი არა ზვიად გამსახურდიას, რომელიც თავისთავად შეწირულია სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს. ეს ასეც ხდებოდა ყოველთვის. არამედ მთავარია ის ნაზრევი და ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა დიდმა ქართველებმა, ის გავიაზროთ კარგად და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს უფალსა და ხალხს წყურია.